გაუძიებელმა ბატონმა აფრიამაშვილმა, რომელსაც განმარტა, რომ მან შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა, მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდეო გაუძიებელი განმარტავს, რომ მე საგამოძიებელს უფროსმაო მანახაო მის ტელეფონზე არსებულიო არ არის ბენზოკალონკაზე არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიო და ფაქტიურად მან შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო დაახლოებით შუადღის 3 საათზე და 4 საათზე. ესე იგი, იმ დროს, როდესაც ბენზოგასამართის სადგურის კამერის ჩანაწერები ამოღებული ჯერ კიდევ არ იყო, ინფორმაცია გამოთხოვილი ჯერ კიდევ არ იყო, საგამოძიებო ნაწილის უფროს რა ხერხებით, რა საშუალებით და რამდენად კანონიერად ჰქონდა ბენზოგასამართის სადგურის ვიდეო კამერის ჩანაწერები, ეს ჩვენთვის უცნობია და ფაქტიურად უცნობია ის მოცემულობა, რომ ფაქტიურად მას კანონის დარღვევით ჰქონდა, ანუ უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც იხელმძღვანელა გაუძიებელმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. ესევე გაუძიებელ აფრიამაშვილის დაკითხვისას სასამართლოზე ნათლად გამოჩნდა ის მოცემულობა, როდესაც ჩვენ მას ვკითხეთ შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემასთან დაკავშირებით და სქემაზე დატანილი გაზომილი მონაცემების მიხედვით და რადგან მოწმემ განმარტა, რომ სქემაზე არსებული მონაცემები არის შეცდომა, ცდომილება არის და არ არის მყარი და სარწმუნო. და აქედან გამომდინარე, მაგიტომაც არაერთხელ განმარტა გაუძიებელმა აფრიამაშვილმა, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული მონაცემები, ანუ გაზომვები, მას შესაძლებელია ცდომილება მოქცეს და ძირითადად უნდა ვიხელმძღვანელოთ ვიდეოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებითო. და ჩვენ როდესაც ექსპერტები დავკითხეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელთა მიერაც გაიცა დასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულობა დადასტურდა ხვიჩა ხარაიშვილის, ფაქტიურად ექსპერტებმა გვითხრეს, რომ მათ ექსპერტის დასკვნის გასაცემად იხელმძღვანელეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით იხელმძღვანელეს, შემთხვევის ადგილის ნახაზით და ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერით. ესე იგი რა გამოდის? ფაქტიურად შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ნახაზი ერთმანეთთან არის შეუსაბამობაში იმ მოცემულობით, რასაც გაუძიებელი გვეუბნება, რომ არის ცდომილება. და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად გვაქვს მოცემულობა, რომ არასწორი ინფორმაციაა დატანილი სისხლის სამართლის საქმეში.